მოგესალმებით ბატონო ტრისტან, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ თქვენი დაკავებული გრაფიკის მიუხედავად აქვთ უცხოეთში, მაინც გამონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და ვზად ვარ გავცე პასუხები თქვენს შეკითხვებს. ვიცი რომ არაერთი სასიამოვნო სიახლეთ გვესტუმრეთ გადაცემაში, მაგრამ მე მინდა დავიწყო ჯერ იმ კონფერენციით, რომელიც ჩატარდა, რომელიც მოიცავს როგორც ორთოპედიას, ასევე ნეიროქირურგიას და ეს ტანდემი არის ძალიან მნიშვნელოვანი გარკვეული პათოლოგიების შემთხვევაში. ამიტომ მოდით ჯერ იმ კონფერენციაზე გვესაუბრეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დამწყები სპეციალისტებისთვის ინფორმაციის თვალსაზრისით. მინდა დავიწყო ისტორიული ექსკურსიით და გითხრათ, რომ ორთოპედია ტრავმატოლოგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, ასოციაცია გახლავთ AO Foundation-ი, რომელიც ჩამოყალიბდა 1958 წელს შვეიცარიელი ექიმების და ამ შემთხვევაში ორთოპედ ტრავმატოლოგების ძალისხმევით. აქ წამყვანი სპეციალისტები იყვნენ 4, ერთ-ერთი მათგანი მიულერი, რომელიც საკმაოდ ცნობილი არის ჩვენ დარგში და მათ ჩამოყალიბეს ეს ასოციაცია გრძელი ლულოვანი ძვლების მოტეხილობების კლასიფიკაციის და მკურნალობის ტაქტიკების დახვეწის მიზნით. ანუ ეს ტანდემი ახალი არ არის. ეს ტანდემი ახალი არ არის და ამ ასე ვთქვათ ორგანიზაციაში ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ ხერხემლის ქირურგია და ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობა და თანამედროვე საკითხები, მაგრამ დროთა განმავლობაში იმდენად დიდმა ინფორმაციამ მოიყარა თავი კვლევების საფუძველზე და გამოცდილების საფუძველზე, რომ აუცილებელი გახდა ცალკე ორგანიზაცია ჩამოყალიბებული იყო უკვე AO Spine-ის ასოციაცია და თვითონ AO Foundation-ი გახდა 2003 წელს მაპროვოცირებელი იმისა, რომ ცალკე გამოყოფილი იყო ეს ჯგუფი, აი ამ საერთო დედა ორგანიზაციიდან და 2003 წლიდან ჩვენ უკვე საშუალება გვაქვს სოფლიოს მასშტაბით გქონდეს ასოციაცია AO Spine-ის სახით და პირველად სწორედ დღეს მოვახერხეთ 2025 წელს, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს ამ ორგანიზაციის პირველი ღონისძიების ჩატარება საქართველოში. ამაში ჩვენ ხელი შეგვიწყო რეგიონალური საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა, რომელთანაც პირდადი კონტაქტები გაგვაჩნია და სწორედ მისი თაოსნობით მოხერხდა ამ ღონისძიების ჩატარება. პირველი მოდული, ასე ვთქვათ, იყო თორაკოლუმბალური ტრავმები და ეს იყო საერთაშორისო კონფერენცია. ეს იყო საერთაშორისო კონფერენცია და თორაკოლუმბალური ტრავმები წარმოადგენს საერთოდ მთელი ხერხემლის სვეტის დაახლოებით 50-60%-ს და აი ესეთ ურბანულ გარემოში საკმაოდ ხშირია ხერხემლის თორაკოლუმბალური ტრავმები, მათი მოტეხილობები და უნდა ითქვას, რომ დაახლოებით 15-20%-ში ხშირ შემთხვევაში ადგილი გვაქვს ნევროლოგიურ დეფიციტად და შეიძლება ჩამოყალიბდეს საკმაოდ მძიმე ნევროლოგიური პრობლემა. აქედან გამომდინარე, სწორი დიაგნოსტიკა, ადრეული მენეჯმენტი აი ამ მოტეხილობებისა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს ღონისძიება მიეძღვნა თორაკოლუმბალური ტრავმების სწორ შეფასებას, მათ სწორ დიაგნოსტირებას და შესაბამისად კლინიკურ გამოსავლასა და მკურნალობის ტაქტიკურ გზებს. აქ განხილული იყო როგორც კონსერვატიული მკურნალობის საკითხები, ასევე ოპერაციული მკურნალობის საკითხები. აქ შეიძლება ოპერაციული მკურნალობაში ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ღია ოპერაციებზე, ასევე მინიინვაზიურ ოპერაციებზე. ჩართულები იყვნენ ნეიროქირურგები და მათ გააკეთეს მოხსენებები და თვითონ იღებდნენ მონაწილეობას ქართველი ნეიროქირურგები უცხოელ მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად და შესაბამისად მინდა ვთქვა, რომ ისინი თავისთავად ახდენენ ქართველი პაციენტების მკურნალობას სწორედ AO-ს კლასიფიკაციაზე დაყრდნობით, მაგრამ ახალგაზრდა ექიმებისთვის ეს რასაკვირველია, საინტერესო იყოს. პირველ რიგში რომ მათ მიიღეს თანამედროვე ინფორმაცია ამ მოტეხილობებთან დაკავშირებით და მეორე მხრივ მათ აქვს საშუალება რომ ინტერაქციაში შევიდნენ და ურთიერთობა დაამყარონ როგორც ქართულ წამყვან სპეციალისტებთან, ასევე მოწვეულ უცხოელ ექსპერტებთან, რაც შემდგომში მათ საშუალებას მიცემს გაიარონ გარკვეული სტაჟირებები, იმიტომ რომ AO Spine-ის ორგანიზაცია საშუალებას გვაძლევს ბევრი საერთაშორისო ეგრეთ წოდებული fellowship-ის სტაჟირებისა და ქართველი ძალიან მოხარული ვიქნებით თუ ქართველი ორთოპედები და ნეიროქირურგები გაწევრიანდებიან
ამ ორგანიზაციაში და მიიღებენ იმ ბენეფიტებს, რაც აქვს ამ ორგანიზაციას სწავლებისა და სტაჟირებების კუთხით. ძალიან კარგი. ეხლა როგორც მაყურებელი, როგორც ჩვენი მსმენელი, რომელიც არ არის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, მინდა გკითხოთ ესეთი შეკითხვა დაგისვათ. როცა პათოლოგიებზეა ლაპარაკი, აღნიშნულ პათოლოგიებზე, რომელიც ტრამვის დროს ძალიან ხშირად გვევლინება სამწუხაროდ და ძალიან ხშირად არის ესეთი პათოლოგიები, როგორც ავარიების დროს, ისე საწარმოო ტრამვებია, უამრავი სხვა ტრამვები, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. აი ამ ტანდემის მიერ როგორ ხდება კონკრეტულად განხორციელება, როგორც დიაგნოსტირების, ასევე მედიკამენტოზური თუ მინიინვაზიური თუ ქირურგიული ჩარევის, ანუ თქვენ ერთად კონსილიუმს აწყობთ, ოპერაციაზეც ერთად გეხართ, ქირურგიულ ოპერაციაზე თუ როგორ ხდება ამ როლების განაწილება? ძალიან კარგი შეკითხვაა გამომდინარე იქიდან, რომ ხერხემლის ქირურგია მოიცავს როგორც ორთოპედების ჩართულობას, ასევე ნეიროქირურგებისა. არსებობს გარკვეული პათოლოგიები, რომლებიც უშუალოდ ორთოპედის ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის ქვეშ არის. აქ შეიძლება იყოს საუბარი დეფორმაციებზე და სხვა ორთოპედიულ დაავადებებზე ხერხემლისა, მაგრამ როდესაც ლაპარაკობთ მოტეხილობებზე, აქ კვალიფიკაციის კუთხით როგორც ორთოპედს, ასევე ნეიროქირურგს შეუძლია მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ფიქრობ ცალ-ცალკე აბსოლუტურად და ფიქრობ, რომ ძალიან ახლო მომავალში ხერხემლის ქირურგია ჩამოყალიბდება ცალკე დარგად, აქეთკენ მიდის ყველაფერი და ჩვენ გვეყოლება სპეციალისტები, არა ორთოპედი, არა ნეიროქირურგი, არამედ ხერხემლის ორთოპედ ნეიროქირურგი, რომელსაც ექნება როგორც ძლოვან სტრუქტურასთან მიმართებაში კვალიფიციური ცოდნა, ასევე ნერვულ ქსოვილთან მიმართებაში, ზურგის ტვინთან მიმართებაში და ასეთი სპეციალისტები უკვე უზრუნველყოფენ ხერხემლის პათოლოგიებისა და ხერხემლის სხვა მოტეხილობების სწორ მკურნალობას. თუმცა დღესდღეობით ორთოპედებს და ნეიროქირურგებს დამოუკიდებლად აქვთ მათი იმის კომპეტენცია, რომ ეს პათოლოგიების მენეჯმენტი, ასე ვთქვათ, უზრუნველყონ და თუ რასაკვირველია აუცილებლობას წარმოადგენს გაზიარებული იყოს გარკვეული ინფორმაცია და გარკვეული ცოდნა ერთმანეთში, ესეც გარკვეულწილად კონსილიუმის სახით ხორციელდება ხოლმე და ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან კოლაბორაცია. კარგით, მაშინ მოდით ასეთ შეკითხვას დაგისვამთ. ეხლა სანამ ხერხემლის სპეციალისტი ჩამოყალიბდება და უკვე ცალკე სპეციალობად მოგვევლინება, ხერხემლის ტრამვის შემთხვევაში რომელს მიმართოს პაციენტმა? როგორც ორთოპედს, ასევე ნეიროქირურგს. შეუძლია თავად აირჩიოს? თავად აირჩიოს, იმიტომ რომ როგორც უკვე აღვნიშნე, დაახლოებით 15-20%-ში ჩვენ შეიძლება ადგილი ვქონდეს ნევროლოგიურ დეფიციტთან. სხვა შემთხვევაში მოტეხილობები არანაირ ნევროლოგიურ დეფიციტთან ასოცირებული არ არის და საჭიროებს მხოლოდ ფიქსაციას. აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რომ გავაანალიზოთ ასევე კლასიფიკაციაში წამყვანი არის სტაბილური და არასტაბილური მოტეხილობები. როდესაც სტაბილურ მოტეხილობაზეა ლაპარაკი, მაშინ პრაქტიკულად არანაირი ნევროლოგიური დეფიციტი არ არის. როდესაც არასტაბილურ მოტეხილობაზე ვსაუბრობთ, კლასიფიკაციიდან გამომდინარე შეიძლება ის იყოს ასოცირებული როგორც ნევროლოგიურ დეფიციტთან, ისე მის გარეშე. ამიტომ ეს კომპეტენცია ორივე შემთხვევაში შეაძლებელია და შეაძლებელია მათ უმკურნალონ სწორად როგორც ორთოპედებმა, ასევე ნეიროქირურგებმა. ისევ აღნიშნულ კონფერენციას მინდა დავუბრუნდე. იქ თქვენ შემთხვევები განიხილეთ სამედიცინო პრაქტიკიდან. ხომ ვერ დაგვისახელებდით ყველაზე საინტერესო თქვენთვის რომელი შემთხვევა იყო, რომელიც შეიძლება არა თქვენ პრაქტიკაში შეხვდათ, არამედ თქვათ იქ ნახემე რომ თურქი სპეციალისტებიც იყვნენ, ფრანგი სპეციალისტებიც. რაიმე სიახლე მოიტანა თქვენთვის პირადად თქვენ გამოცდილი სპეციალისტი ხართ და თქვენთვის თუ სიახლე იყო, ეს სიახლე იქნებოდა დამწყები სპეციალისტებისთვის ცხადია, ამიტომ გეკითხებით, თქვენთვის პირადად იყო რამე ახალი შემთხვევა, რაც სხვა სპეციალისტებმა ან სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს აღნიშნულ კონფერენციაზე. ყოველთვის საინტერესო არის კოლეგების და ამ შემთხვევაში უცხოელი კოლეგების აზრი. ერთ რამე ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს კლასიფიკაცია არის უნიფიცირებული, ჩვენ ყველა მოტეხილობას სრულად ვერ ავსახავთ კლასიფიკაციაში. გამომდინარე აქედან
ექიმის ცოდნა და მისი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ მოვახდინოთ ლავირება და მივიღოთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები გარკვეულ შემთხვევებთან მიმართებაში. სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი, ვინაიდან თუ ჩვენ შევხედავთ თორაკოლუმბალურ მოტეხილობებს, აქ ჩვენ მათ ვყოფთ A, B, C ტიპის მოტეხილობებად და განსაკუთრებით რთული მოტეხილობების რიცხვში შედის B და C ტიპის მოტეხილობები და სწორედ აქ ჩვენ გადაუხვიეთ გარკვეულწილად ეგრეთ წოდებულ პროტოკოლს, guidelines და ვქონდა საუბარი გარკვეულ ინდივიდუალურ გადაწყვეტებებზე, რაც მათ პრაქტიკიდან გამომდინარე იყო და აქ გაიმართა საკმაოდ კარგი და სასიამოვნო დისკუსია და საკვირველია საინტერესო იყო ჩვენთვისაც და მათთვისაც ჩვენი გამოცდილების გაზიარება და უშუალოდ მოსმენა იმ საკითხებისა, რასაც ჩვენ ცოტა შეიძლება სხვანაირად უყურებდეთ, მაგრამ ძირითადი შაბლონი და სტრუქტურა, ასე ვთქვათ, არის ის კლასიფიკაცია, რომელსაც მივყვებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მხოლოდ ამაზე დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში მივიღოთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები. გასაგებია. მოდით გადავიდეთ ახლა თქვენს უფრო ძირითად მიმართულებაზე, ბავშვთა სკოლიოზებზე. არა მარტო იმიტომ, რომ თქვენი ძირითადი მიმართულება, იმიტომაც, რომ ეს არის ძალიან ხშირი პრობლემა. მე იშვიათად მეგულება მოზარდი, რომელსაც სკოლიოზის პრობლემა არ აწუხებდეს მეტნაკლებად, ხო? ხომ ასეა საკითხი. მე პირადადაც უცებ ავიყარე ტანი მახსოვს და სერიოზული პრობლემა მქონდა ამ სკოლიოზის, რომლის გამოსწორება ვარჯიშებით და გარკვეული სარეაბილიტაციო პროცედურებით შევწელი უფრო ვარჯიშებით. რას გვეტყვით ამის შესახებ? რა სიახლებია დანერგილი, მით უმეტეს რომ ვიცით, რომ თქვენ გააკეთეთ საქართველოში პირველი ოპერაცია ბავშვთა სკოლიოზების მიმართულებით და მოგვიყევით 2-3 სიტყვით აი ამ ოპერაციის შესახებ და ამ პათოლოგიების შესახებ. ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა სწორი კლასიფიკაცია უნდა გავაკეთოთ ამ საკითხების. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ საუბრობთ იდიოპათიურ სკოლიოზზე, იდიოპათიური სკოლიოზი წარმოადგენს საერთო სკოლიოზების 80%-ს, მაგრამ იმ საკითხში ვერ დაგეთანხმებით, რომ ყველა მოზარდ შეიძლება ეს აწუხებდეს. ყველა არა, ხშირად. მე ყოველთვის, როდესაც მაქვს საშუალება, ასე ტელევიზიით გამოვიდე და მიმართო საზოგადოებას, ყოველთვის ვიყენებ ამ შანსს და ვამბობ, რომ აი ეს არ არის თავისთავად ეს სტატისტიკა ჩემს მიერ მოგონილი და ჩემს მიერ ასე ვთქვათ დამტკიცებული, ეს არის საერთაშორისო სტატისტიკა და უნდა ვთქვათ, რომ ეს აღენიშნება მხოლოდ მოზარდების 3-4%-ს. ამიტომ დანარჩენი ჩვენ ქვეყანაში გავრცელებულია ესეთი მითი, რომ შეიძლება ეს კონდეს 70-80% ხერხემლის პათოლოგიისა. ეს არის აბსოლუტურად არ შეესაბამება არანაირი მტკიცებულებებს და არანაირი კვლევებს. საიდან მოდის აბა ეს მითი? ეს მოდის, არ ვიცი, ეს მოდის საბჭოთა სკოლიდან და ჰიპერდიაგნოსტიკიდან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე პედიატრების თუ სხვა სპეციალისტების მხრიდან ჰიპერდიაგნოსტიკის არ დაშვება. იცით რა, მე არ ვამბობ გამოხატული სკოლიოზი, არც მე არ მქონდა ეხა, მაგრამ რაღაცა ხარისხით ძალიან ხშირად გვეუბნებოდნენ. მახსოვს სწორედ საბჭოთა ბავშვებს, რომ ეს არის სკოლიოზი. ეს საკითხი რომ გადაეჭრათ დასავლეთის ქვეყნებში, ამისთვის განხორციელდა და დღესაც ატარებენ სასკოლო სკრინინგს. მინდა გითხრათ, რომ სასკოლო სკრინინგის პროგრამა საქართველოში დაწერილია, უпростоად გადმოტანილია იმ თანამედროვე სტანდარტებთან მიმართებაში, დამტკიცებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მხრიდან და დღესაც ველოდები ამ პროგრამის განხორციელებას საქართველოში და იმედია, რომ ამით დაინტერესდება სახელმწიფო და მოვახდენთ ბავშვების სასკოლო სკრინინგს, რომელიც არის უკიდურესად იაფი და უკიდურესად ეფექტური. ჩვენ შევძლებთ აღმოვაჩინოთ რეალური პრობლემა ადრეულ სტადიაზე და თუ მოვახდენთ ამ ბავშვების იდენტიფიცირებას, სწორად წარმართოთ მათი მკურნალობა და მივიდეთ
იმ გამოსავლამდე, რომელიც არის ყველაზე კეთილსაიმედო ამ პათოლოგიის შემთხვევაში. ანუ ზუსტი სტატისტიკა საქართველოსთვის მაინც არ არსებობს. ზუსტი სტატისტიკა არსებობს მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, არ აქვს მნიშვნელობა არც რასას, არც გეოგრაფიულ განედს და ეს არის 3-4% მხოლოდ და მხოლოდ მოზარდების. სხვა შემთხვევაში ბავშვებს იდიოპათიური სკოლიოზი არ აღენიშნებათ. აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს პოსტურალურ დარღვევებზე, რომელიც პათოლოგიას არ წარმოადგენს, რომელიც უკვე გარდაითარგმნებოდა, ასე ვთქვათ, როგორც სკოლიოზი და ვიწყებდით ამ ბავშვების კურნალობას თავისთავად არასწორად. გასაგები. ანუ მეც ჰიპერდიაგნოსტიკის მსხვერპლი ვყოფილვარ. ეს ძალიან დამაიმედებელი სტატისტიკა, რა თქმა უნდა, ანუ დღევანდელ სიტუაციაში გამოსწორებულია, მე ვფიქრობ უკვე, რადგან თქვენაირ სპეციალისტები წამოვიდნენ დღევანდელობაში, აღარ იქნება ალბათ ამის პრობლემა, რომ ყოველ მეორე ბავშვს სკოლიოზის დიაგნოზს აღარ უსვამენ, ცხადია. ვფიქრობ, რომ ეს ასეა, იმიტომ რომ ცნობადობა გაიზარდა. ჩვენ დღესდღეობით სოციალური ქსელები იქნება თუ სხვა საინფორმაციო პლატფორმები გვაძლევს ამის საშუალებას, რომ დავიტანოთ ეს ინფორმაცია აბსოლუტურად ყველა მშობელთან და მივაწოდოთ მათ ინფორმაციას და იყვნენ ძალიან მშვიდად, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, საკმაოდ დაბალ პროცენტში არის სკოლიოზი და მეორე მხრივ თუ სწორად წარიმართა მკურნალობა საკმაოდ იშვიათია სკოლიოზის ოპერაციის საჭიროება. აქედან გამომდინარე, ადრეული დიაგნოსტიკა, სწორი მართვა, სწორი მკურნალობა გარანტია ხდება ხშირ შემთხვევაში ოპერაციის თავიდან აცილების. კურნალობას რომ ამბობთ, გულისხმობთ ქირურგიულ ძირითადად თუ იგივე სარეაბილიტაციო? გასაკვირველი არა, აქ მკურნალობა იყოფა არაოპერაციულ და ოპერაციულ მკურნალობად. არსებობს სკოლიოზის მკურნალობის გაიდლაინი, რაც დამყარებული არის გადახრის კუთხეზე. უნდა ითქვას, რომ 10 გრადუსამდე ხერხემლის გადახრა ეს არის ასიმეტრია და დიაგნოზის დასმა, როგორც სკოლიოზისა, არარელევანტურია, ეს არ შეიძლება. 10 გრადუსიდან 20-25 გრადუსამდე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ბავშვს აქვს სუბუქი ხასიათის სკოლიოზი, 25-დან 45 გრადუსამდე ეს არის საშუალო სიმძიმის სკოლიოზი, 45 გრადუსის შემდეგ უკვე ეს არის მძიმე ხასიათის სკოლიოზი. და რა დროს ვაკეთებთ ქირურგიულ ჩარევას? 45 გრადუსის შემდგომ ინიშნება ოპერაციული ჩარევა. სხვა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ დეფორმაცია მიაღწევს 25 გრადუსს, ნაჩვენებია ორთეზით მკურნალობა. ორთეზის ეფექტურობა დაახლოებით 45-50% ზოგ შემთხვევებში თანამედროვე კვლევების მიხედვით შეიძლება 70%-მდე წადიოდეს. ამიტომ ორთეზი არის წამყვანი კონსერვატიულ მკურნალობაში. დამხმარე მკურნალობის სახით შეიძლება განხილული იყოს სხვადასხვა ეგრეთ წოდებული ვარჯიშები თუ სხვადასხვა მიმართულებები, განსაკუთრებით ეს გახლავთ შროტის მეთოდიკა, რომელიც აღიარებული არის სკოლიოზის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ეს მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს იმისა, რომ მათ გარდა კორსეტისა პაციენტმა იმკურნალოს გარკვეული ვარჯიშებით, რომელიც შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ამ დაავადების მართვაში. მაგრამ ხალხში ესეთი აზრი დადის, რომ თუ კუნთები ბუნებრივი კორსეტი ანუ გამაგრდა, ეს შესაძლებელია ხერხემლისთვისაც იყოს სამკურნალო და შვების მომგვრელი. ესეც გარკვეულწილად მითია. და რატომ? ჩვენ როდესაც ლაპარაკობთ და ვსაუბრობთ იდიოპათიურ სკოლიოზე, თავის მხრივ იდიოპათიური ნიშნავს მიზეზის გარეშე. თუ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რა იწვევს სკოლიოზს, შესაბამისად ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ შეიძლება ეს იყოს კუნთოვანი პრობლემა. ამიტომ ასეთი კუნთოვან პრობლემაზე კი არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, რომ თუ გავამაგრებთ ამ კუნთებს ვარჯიშით, მაშინ ბუნებრივი კორსეტში ჩაჯდება ხერხემალი და შეიძლება ამან რაღაცა შვება მოგვაროს ხერხემალს. ამას შეიძლება შვება მოგვაროს იმ თვალსაზრისით, რომ თავიდან ავიციოთ კივილები ზურგის და წელის სეგმენტში,
შეიძლება ეს ეფექტური აღმოჩნდეს პოსტურალური სკოლიოზების შემთხვევაში, როდესაც ბავშვის ასე ვთქვათ აღნაგობა არ მოგწონს, ის მოხრილია, სწორად არ დგას და კუნთის გაძლიერების საფუძველზე ჩვენ ეს გამოვასწოროთ, მაგრამ ჭეშმარიტი იდიოპათიური სკოლიოზის შემთხვევაში კუნთის რეაბილიტაციას რაიმე დადასტურებული სამედიცინო კვლევით რომ ეს ახდენდეს ამ დეფორმაციის შეჩერებას, სამწუხაროდ დღეს ესე არ არსებობს. ესეც მითების რიგში გადავიყვანოთ. გამომდინარე იქიდან რომ ეს არის იდიოპათიური და ჩვენ მიზეზი არ ვიცით და რადგან მიზეზი არ ვიცით, არ გვაქვს ესეთი კონკრეტული ღონისძიება, მაგრამ გამოდივართ იმ პოსტულატიდან, რომ ვარჯიშმა და სპორტულმა აქტივობამ არანაირი უარყოფითი გავლენა არ შეიძლება მოახდინოს მოზარდის ჯანმრთელობაზე. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ურჩევთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს ბავშვები დაკავდნენ მაინდამაინც გარკვეულ ცენტრებში და ჩვენ ჩაუდოთ მათ ფსიქიკაში, რომ მათ აქვთ პათოლოგია. უნდა ვთქვათ, რომ სკოლიოზის მქონე ბავშვებს შეუძლიათ დაკავდნენ სპორტით, გაერთონ ცხოვრებით, იყვნენ ბედნიერები, უბრალოდ 6 თვეში ერთხელ მიმართონ სპეციალისტს, მართონ ეს პათოლოგია და გარკვეულ ეტაპებზე თუ დეფორმაცია მატულობს, უკვე ჩაერთვება კორსეტით მკურნალობა და იშვიათ შემთხვევებში თუ კორსეტიც ვერ იქნება წარმატებული, მაშინ უკვე ჩაინიშნება ქირურგიული ჩარევა. და მივედით თქვენს მიერ ჩატარებულ ოპერაციამდე, რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოში და მოგვეყევით რა სირთულე იყო აქამდე რო არ ტარდებოდა ეს ოპერაციები საქართველოში და ეხლა როგორ ჩაიარა ამ ოპერაციამ? თუ მაგალითად იდიოპათიური სკოლიოზის შემთხვევაში ჩვენ მიზეზს ვერ ვადგენთ, რატომ რუდდება ხერხემალი, თანდაყოლილი სკოლიოზის შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულად ვიცით რა არის გამოწვევი მიზეზი დეფორმაციისა და დეფორმაციის გამოწვევი მიზეზი გახლავთ ძლოვან სტრუქტურაში, ანუ მალის სხეულში განვითარებული მალფორმაციები, ეგრეთ წოდებული ანომალიები, რომლებიც მეორადად უკვე იწვევენ ხერხემლის გადახრას და მის, ასე ვთქვათ, პროგრესირებას. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ იშვიათი ფორმაა, დაახლოებით 1000 ბავშვი შეიძლება ერთს აღენიშნებოდეს და საქართველოს შობადობას თუ გადავხედავთ, წლიურად ასეთი ოპერაცია შეიძლება საქართველოს ჩატარდეს 4-5 მხოლოდ, მეტი სხვა, იმიტომ რომ არსებობს ისეთი თანდაყოლილი სკოლიოზები, რომელსაც ოპერაციული ჩარევა არ ჭირდება. ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ადგილი ვქონდა 3 წლის პაციენტთან, რომელსაც აღენიშნებოდა თანდაყოლილი სკოლიოზი, გამოწვეული მალების მალფორმაციით და ეგრეთ წოდებული ჰემივერტებრატი და ტექნიკურად საკმაოდ რთულად შესასრულებელია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უნდა მოხვდეთ ესე იგი ხერხემლის წინა სეგმენტში და მოვახდინოთ აი ამ მალის რეზექცია და შესაბამისად დაფიქსირება ხერხემლისა უკანა მეთოდის საშუალებით და ეს გამოცდილება ჩვენ სამწუხაროდ არ ვქონდა და ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩავატარეთ ეს პირველი ოპერაცია, მივიღეთ საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შედეგი, დეფორმაცია გასწორდა და რაც მთავარია, ამ დეფორმაციის გასწორების შემდეგ ასევე ჩვენ მივახცევთ იმას, რომ შემდგომში აღარ მოხდება ხერხემლის დეფორმაციის მატება და რეალურად ერთ ეტაპად მოვახდინეთ როგორც პრობლემის აღმოფხვრა, ასევე მისი პრევენცია. ეს ჩატარებული ოპერაცია საშუალებას მოგცემს უკვე შემდგომში Mediclub Georgias ბაზაზე, ანუ ჩვენს კლინიკაში, მოვახდინოთ ამ ქირურგიის განხორციელება და დავეხმაროთ იმ ბავშვებს, რომელსაც ეს საჭიროება აქვთ. ანუ ამ ოპერაციის, ქირურგიული ოპერაციის წარმატებული გამოსავალი იმედს გვაძლევს, რომ მსგავსი პრობლემებით ჩვენი თანამემამულეები აღარ მიმართავენ უცხოურ კლინიკებს და ამ პრობლემის მოგვარება უკვე ჩვენთან მოხდება საქართველოში. ზუსტად ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი მიზანი. ჩვენ თუ გადავხედავთ სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი პაციენტი გაედინება ქვეყნის გარეთ. ყველანაირი პრობლემით და მათ შორის ხერხემლის პრობლემით, ხერხემლის პათოლოგიების კუთხით. ამიტომ
ჩვენი მიზანია რომ ეს პაციენტები დარჩნენ საქართველოში და მიიღონ ადეკვატური სამედიცინო დახმარება და თუ უკიდურეს შემთხვევაში გვაქვს ის მოცემულობა რომ საკუთარი საშუალებებით ჩვენ ვერაუვალთ აი ამ ქირურგიულ ჩარევას და გვჭირდება ჩვენი უცხოელი სპეციალისტების დახმარება ესეც შესაძლებელია ჩატარდეს და ესეც შესაძლებელია ორგანიზებული იყოს ჩვენ ქვეყანაში ამიტომ მთელი ჩვენი ასე ვთქვათ ამ აქტივობების მიზანი გახლავთ იმისა რომ ქართველმა მოსახლეობმა ხერხემლის ქირურგიის კუთხით მიიღოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება თავის სამშობლოში და მათ აღარ დასჭირდეთ ქვეყნიდან გასვლა და ძიება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ექიმებისა თავეთი პრობლემის გადასაჭრელად. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. ხერხემალი არის ჩვენი ორგანიზმის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი ტრამვები ძალიან ბევრ პრობლემებს იწვევს, ყველანაირს, როგორც ნევროლოგიურს, ისე ფსიქოლოგიურსაც კი და ფიზიკურს, რაც ტკივილებთანაც არის დაკავშირებული და გარკვეული უნარების შეზღუდვასთანაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ეს ცხადია და ძალიან ხშირად არის რომ ტრამვების დროს სწორედ ხერხემალი იღებს საკუთარ თავზე დარტყმას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო თქვენი საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა მაყურებელმაც ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია შეიტყვა მის შესახებ, თუ როდის, სად და ვის მიმართოს და როგორი დონე გვაქვს საერთოდ განვითარების ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ და იმის იმედსაც ვიტოვებთ, რომ ხერხემლის სპეციალისტიც, როგორც დარგი, ასე ცალკე ჩამოყალიბდება, ვისაც მიმართავს უკვე პაციენტი და აღარ ექნება არჩევანი ორთოპედს მიმართოს თუ ნეიროქირურგს. ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის და ამითი დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის და ერთი რამ მინდა დავძინო რომ ქვეყანაში ჩვენ ყავს ძალიან მაღალი დონის ნეიროქირურგები და ორთოპედები, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნული პრობლემების წარმატებით გადაჭრა და ეს არის ძალიან სასიხარულო და თამამად შეუძლია უთხრა ჩვენს მოსახლეობას რომ მიმართეთ ქართველ ექიმებს. მადლობა.